აკარბელაშვილსაც წითელობის იქით ბაღები ხალიცი აკაჩავეს ახლა აკარბელაშვილსაც წითელობის იქით ბაღები ხალიცი აკაჩავეს ახლა მანამდე შეიძლება აი მთავრობა კარბელაშვილმა და იქვე გააკეთა თავისი ნაკვეთები იქ გააკეთეს მე საქართველოს რეგიონებში 130-მდე ახალი ტრაქტორი გაიგზავნა. სოფლებში გადანაწილებამდე ტექნიკა დილიდან თბილისში იდგა და სოფლის მეურნეობის მხარდასაჭერი პროგრამის პრეზენტაცია საქართველოს პრეზიდენტმა გამართა. სოფლის მეურნეობის მინისტრი შიდა ქართლში ჩავიდა და სასოფლო სამეურნეო სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო. 4 ეტაპად გაგრძელდება და წლის ბოლოს 600 ერთეული ახალი სხვადასხვა დანიშნულების ტრაქტორი საქართველოს რეგიონებს ექნებათ. Я трактор саравხედам. Ак მე ტრაქტორს არ ავხედავ შვილო, მე რავია. რენეში არიან და სადაც მე რავი, სადაც დაიცავდი, ხო, სადაც გინდა იყვნენ, ჩვენთვის არ არის ტრაქტორი, არაფერი არ მოდის აქადან. ali შეიძლება ლაპარაკია რომ გექტრის მორწყვაო 70 ლარი. 70 ლარს ყველა გადავეხეთ თავისუფლად. ეს არ ხემიქია სამხედრო, ეს სამისოფელი ვერ ამოწ. მოკიდოთ სხვა საქონელი ყოს საძოვრები არ აქვს, ხომ სხვა რა გავაკეთო. რაღაცა ხოლმე საქონელი ყოს ისიც უნდა დავყიდო, საძოვრები არ აქვს, სადავაძო. დაამხელა მინდვრების ვისი. არაფერი გეისაღი ის მიწის გადასახადი ძვირი და ვერ ვიხდი. ერთი სული 100 ლარი გვიჭერდა, რა მოულა. საურავი დაგვემატა ეხლა 100 ლარი გახდა ერთი სული ძროხავ რო აძოოს იქა. და ვინ გარიცხავთ ამ საუბრავს? ხელისუფლება უგორიცხავ. ანუ მიწა არ გვაქვს შეყვაკი. თავრობისა ეს მიწები? კი, და იმას თუ გინდა იყიდოდა რომ აბაგლეხი საჭიროდება იმის ყიდვა 100 ლარია. ეს საურავები როგორ დაგარიცხეს? ვერ გადავიხადეთ თავის დროზე, მე საურავები დაგვარიცხეს და ერთ ძროხაზე 120 ლარი გამოვიდა. გლეხს თუ ძროხა არ აყავს, რა აზრი აქვს იმის სოფელში ცხოვრება? და რო არ გადავიხადოთ? რო არ გადავიხადოთ, ან გაგვიყიდიან, წაგვართმევენ მაგ მიწებს, ან ამასია პატრონი. ან ვაფშე დაგვიჭერენ ვინც თავდებში და მიზეზი ვიღაცა შეიქმნება, რაც ფულია. დაგვიყიდიან იმ ძროხებსაც, იმებსაც და მოასახლებენ ვიღაცებსა და დავრჩებით ეგრე. სხვა იქნება რა. რამე გაყიდულა აქ მიწები ისეთი? აქ არა, მაგრამ მოგრენა მოწოში გაიყიდა. ვისი მიწები ვინ იყიდა? თავრობამ რავი ვიღაცას მიაკუთა, ვისაც ფული ჰქონდა. აი, იცით ვისი რა ეს მიწები? ჩვენი სოფლის აი უპრიანი ჩვენია, რო ვიყიდო. თუ ჩვენი სოფელი არ აყიდულობს, ვერ აყიდულობს, არ აყიდულობს კი არა. ყიდულობს მე ხალხის ხვები, ვისაც ჰქონდა. კომბაინო შაშან აი 100 ლარი? აღებაში. გექტარზე. თავრობის კომბაინი მაგა. თათარი ყომოსული საკუთარი კომბაინი და ავიღე 70 ლარად. მე თონა ვიყო. 10 ლიტრი შეუსხი გექტარზე და 50 ფული მივეცი. გასაგები. ხანა ჭიები გადმოდიან. ჭიები, მატლები, რა ვიცი და მარლას უკეთებ თქო მეკლაკი გავიკეთე. დასალებათაც არ ვარ და მარილიანია ძალიან. ადრე ვიღაცა მახლობლობით წაიღო რა, 1.5 ლიტრა და ლაბორატორიაში გავატარებინებ მაინც რა. გავასინჯო. იქ უთხრეს რა, გავასინჯეთო რა. საკონერცო მოარიდეთ ნუ დაალეინეთ, ხალხი უსაუთ ამ წყალს. არ არის რეკომენდირებული მაინც საკონერცო ნუ დაალეინეთ რა. და ხალხი უსაუთ ამას. აი თვითონ ნებისმიერი წყლის ბალონი აიღეთ ხავსია მოკიდებული. ის კუჩტრავს. მარილიანი ლაში. დამპაროში, ხალისო. არავინ ამ სოფლის პატრონი არ აქვს, საერთოდ. იმ თავიდანვე ეგრეა ეს სოფელი, არავინ კაცშვილი ამას პატრონი არ აქვს. როცა არჩევნები მოვა, მაშინ მოვლენ, მაშინ დაგპირდებიან, მაშინ მოსწევენ, სულ დაიკარგებიან, რო გაიმარჯვებენ, ერთი სულ წავლენ და დაიკარგებიან. ორჭოსას ეკუთვნით, რუსეთს ეკუთვნით, აფხაზეთს ეკუთვნით, საქართველოს ეკუთვნით, ვის ეკუთვნით, აზრი არ აქვს.